აღმაშენებლის ხეივანი, ვაკეს საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, სანაპირო, გლდანი, ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია ფაქტობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით უხვინალექის შემდეგ პარალიზებული იყო ქუჩები. მოქალაქეები თავად ავრცელებდნენ კადრებს, როგორც ცდილობდნენ დატბორილი ქუჩებიდან ავტომობილების გაყვანას, გზის სავალი ნაწილის დატბორვის შემდეგ მასობრივად შექმნილი იყო ქალაქში საცობი და მოქალაქეები თავადყვებოდნენ რამდენად მძიმეა მდგომარეობა. მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალებში ძალიან კარგად ჩანს დატბორვის სიმძიმე, თავადყვებიან ეს ადამიანები, რომ ავტომობილების საბურავებიც კი არ ჩანდა და სანიაღვრე ჭებიდან იმის ნაცვლად, რომ წყალი გასულიყო სწორედ სანიაღვრე არხების საშუალებით, ჭებიდან პირიქით ზევით ამოდიოდა წყალი. მოქალაქეები ავრცელებენ ამ ვიდეო კადრებს, ასევე თამარაშვილის ქუჩა ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც უხვინალექის შემდეგ ქვაღორღი ჩამოიტანა ძლიერმა წვიმამ. რამდენიმე ქუჩა სრულად იყო გადაკეტილი დედაქალაქის მასშტაბით. მარჯვენა სანაპიროზე გავრცელებული გადაღებული კადრებიდან ძალიან კარგად ჩანს მთლიანად დატბორილი სანაპირო და ეს იყო ძლიერი წვიმის შედეგად კიდევ ერთი მაგალითი, რომ დედაქალაქი ვერ უძლებს უხვინალექს და სანიაღვრე სისტემები წვიმას უბრალოდ ვერ ატარებს. შემოვედი არა დიღმიდან დიღმის მასივამდე ოფიციალურად შემოვცურე ისე რომ საბურავები არ ჩანდა. ჩავედი სანაპიროზე რომ მოვდიოდი რუსთავის ცენტრისკენ. ჭები რომელიც დამონტაჟებულია ზედ სანაპიროზე, წყალი კი არ ჩადის, დიდი ნაკადით ამოდის წყალი ჭებიდან. აი ეს არის ყველაზე პატარა მდინარე, რაც დღეს გამოვიარე. ნუ იქ დიდიღომში, დიღმის მასივში და საბურთალოზე საბურავები არ ჩანს. და აი ყველაზე სასწაული არის, რომ ჭებიდან წყალი ამოდის ზემოთ, იმის მაგერად რომ ჩავიდეს ქვემოთ. აი არ ვიცი, აი მართლა წარმოუდგენელია, დედაქალაქი ვერ უძლებს წვიმას. ვერც ძველი გზა, ვერც ახალი გარემონტებული გზა, ვერც ძველი სანიაღვრე, ვერც ახალი სანიაღვრე. დაიტბორა როგორც ის ქუჩები, სადაც ჯერ კიდევ ძველი სანიაღვრე სისტემა, ასევე ახლად რეაბილიტირებული ქუჩები და ამის ძალიან კარგი მაგალითია ვაკე, საიდანაც მოქალაქეები ავრცელებდნენ კადრებს, რამდენად შეუძლებელი იყო გადაადგილება წვიმის შემდეგ, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირზე. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრ ვიდეო მასალას ნახავთ, როგორც ცდილობენ მოქალაქეები ჩარჩენილი ავტომობილების დატბორილი ქუჩებიდან გადაყვანას. ასევე ავტობუსები, რომლებიც სწორედ დატბორვის გამო შუა ქუჩაში გაჩერდა, მეტიც მოქალაქეები ავრცელებენ კადრებს, როგორ შედიოდა ავტობუსებში წყალი. ამ ფონზე ვისია პასუხისმგებლობა, რომ დედაქალაქში სანიაღვრე სისტემა კარგად ფუნქციონირებდეს და წვიმის დროს მთელს დედაქალაქში ქუჩები არ იტბორებოდეს. ოპოზიცია ამბობს, რომ კახა კალაძე არის ის პირი, რომელმაც უნდა ააგოს პასუხი ამ ყველაფერზე. რატომ ვერ მუშაობს სანიაღვრე სისტემა? ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება სისტემური მიდგომა და ერთ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის გაკეთება, ისიც უხარისხოდ ვერ მოიტანს დედაქალაქისთვის შედეგს. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ერთი მერის უპასუხისმგებლობა და მეორე კორუფცია, ფულის მოპარვა ყველა რეაბილიტაციიდან.
კახა კალაძეს საკმარისზე მეტი დრო ქონდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ის მესამე ვადით არის თბილისის მერი და ამაზე მეტი ვადა აღარ არსებობს. ამდენი წლის განმავლობაში უნდა მოეგვარებინა ის ამბავი, რომ თბილისს ყოველი წვიმის დროს სანიაღურეების პრობლემა არ ქონდეს და უამრავი ადამიანი არ ზარალდებოდეს ამით. დაზიანდა ავტომანქანები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზის საფარი და ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ არასოდეს კახა კალაძე საკუთარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს ყველა იმ პრობლემის წინაშე, რომელიც თბილისს აქვს და ის დამოკიდებულება, რომ ეს ყველგან ხდება და Google-ში მოგვაძებნინებს და გვანახებს, ბუნებრივია, რომ ასე ამ პრობლემას ვერ ეშველება, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოერკვნენ, უნდა გამოფხიზლდნენ, უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა. დიდ დიღომს და ვაზის უმას ცალ-ცალკე სანიაღურე სისტემა არ აქვს. ქალაქს აქვს ერთი სანიაღურე სისტემა, ერთი ქსელი არის და რადგან პრობლემა არის მთელს თბილისში. ანუ ეს უნდა გაიაზროს კალაძემ და არა რომელიმე კონკრეტულ ქუჩაზე ან დადიანზე ან ასე ვქვია ხომლელზე ან სადმე პრობლემები. არა, ეს პრობლემა არის თბილისის პრობლემა და ეს პრობლემა გვარდება ერთიანი მიდგომით. ყველგან თუ არ მოწესრიგდა სანიაღურე სისტემა, ესე ერთი კონკრეტულად ან ჭავჭავაძეზე ან წერეთელზე და ისიც უხარისხოთ სანიაღურეს მოწესრიგება, ანუ ამით დატბორვას ვერ გადაარჩენ. კალაძე ვერ ახერხებს ამ ყველაფრის გაკეთებას. ფული არის, ადამიანური რესურსი არის, პრობლემა ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ კეთდება. ვერ კეთდება, იმიტომ რომ თბილისის მაცხოვრებლებისთვის არსებული პრობლემები არ არის პრიორიტეტი კალაძესთვის. მათთვის პრიორიტეტი არის ფულის შოვნა. და როდესაც თბილისსა და ფულის შოვნას შორის არჩევანი არის ფულის შოვნა, შესაბამისად თბილისს მივიღეთ ისეთი, როგორიც დღეს არის. კახა კალაძემ ჯერ ღამით დატბორილი სანაპიროდან გაავრცელა ვიდეო, სადაც ამტკიცებდა, რომ მერია და შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ. დღეს დილას კი თბილისის მთავრობის ხდომიდან კიდევ ერთხელ გაგვიმეორა, რომ წვიმა ყველგან მოდის, მათ შორის ევროპულ ქალაქებშიც და მისი ბრალი არაფერი არ არის. კახა კალაძემ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მერიის ხდომაზე გაკეთებულ განცხადებებში პასუხისმგებლობის ტვირთი ისევ წინა ხელისუფლებას გადააბარა. ის ამბობს, რომ ათეულობით წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა ამ პრობლემების მოგვარებისთვის, რომ სანიაღურე სისტემების გაუმართავობა სწორედ წინა ხელისუფლების ბრალია, რადგან გზებს ზედაპირულად აგებდნენ. ეს იყო კალაძის გზავნილი, ასევე ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ და სანერვიულო არაფერია, რადგან დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში, ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი არ კეთდებოდა. დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს. არაფერი არ არის საგანგაშო, ეტაპობრივად ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროულად მოგვარება. ყველა იმ ქუჩაზე თუ გამზირზე, სადაც შევდივართ რეაბილიტაციით, პირველი ვაკეთებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას. დატბორილი ქუჩები და სახლები, გაჩერებული და პარალიზებული მოძრაობა და პარალიზებული ქუჩები. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, რაც გუშინ ღამის განმავლობაში იხილა დედაქალაქმა. ფაქტობრივად, ყოველ ჯერზე უხვი ნალექის მოსვლისას დედაქალაქში ვხედავთ იგივე მდგომარეობას. ოპოზიცია ამბობს, რომ სანიაღურე სისტემა უბრალოდ ვერ მუშაობს და არც არაფერი კეთდება სისტემურად ამის მოსაგვარებლად. შედეგად კი დედაქალაქი იღებს მთელი თბილისის მასშტაბით დატბორილ ქუჩებს.
პირდაპირ ეთერში ლიკა ჯანყარაშვილი საუბრობდა.